ოლიგარქის პრემიერი უკვე 2 საათია სადისტრიბუციო კომპანიებს ხვდება აუდიენცია ოცნების მთავრობის კანცელარიაში მიმდინარეობს. მომდევნო კვირაში კი ირაკლი კობახიძე სავარაუდოდ უკვე მწარმოებლებსაც შეხვდება მაღალ ფასებთან. ეგრეთ წოდებული ბრძოლა ოლიგარქის მთავრობის ახალი სტრატეგიაა. ოცნებამ პრობლემა მმართველობის მხოლოდ მე-14 წელს აღმოაჩინა, რასაც ანალიტიკოსები და ოპოზიციონერები პოპულიზმს უწოდებენ. ივანიშვილის მთავრობის ხელმძღვანელი ბიზნესმენებს ხვდება იმ ფონზე, როცა ოცნების სუსი და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური 17 სადისტრიბუციო კომპანიაში შევიდა. დასრულდა თუ არა ეს შეხვედრა და რა შედეგით ელენე ბენიძე გვერდდება ახლა დეტალებით პირდაპირ ეთერში. დიახ, მას შემდეგ რაც ოცნების პრემიერმა აღმოაჩინა, რომ ფასები საქართველოში ევროპაზე გაცილებით მაღალია, შექმნა სპეციალური საბჭო, რომელიც შეისწავლის ამ ფასნამატებს და ირაკლი კობახიძემ დაიწყო ბიზნესთან აქტიური შეხვედრა. რამდენიმე დღის წინ ვიხილეთ, რომ სუპერმარკეტების ქსელებს შეხვდა, დღეს კი სადისტრიბუციო კომპანიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ ოცნების პრემიერთან შეხვედრაზე. ეს შეხვედრა დაახლოებით 2 საათს გაგრძელდა. ჩვენი ინფორმაციით 14-მდე მსხვილი სადისტრიბუციო კომპანია ისწრებოდა ამ შეხვედრას, რადგან ეს წუთია დასრულდა შეხვედრა, უფრო მეც დავცლად ახლა ჩემს სტუმართან ერთად შემოგთავაზებთ უკვე დამატებით ინფორმაციას. ლაშა რიჟამაძე, სადისტრიბუციო კომპანიების ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელი არის ახლა ჩვენთან ერთად. ლაშა, რა იყო ძირითადი გზავნილები ირაკლი კობახიძის მხრიდან, რა მოისმინეთ, რა გაუზიარეთ თქვენ და როგორი შედეგები დასრულდა მოკლედ აი ეს შეხვედრა, რომ გაგვიზიაროთ და უთხრათ ჩვენს მაყურებელს უფრო მეტი. პირველ რიგში დავიწყოთ იმით, რომ კიდევ ერთხელ მივაწოდეთ ინფორმაცია იმ პრობლემატური საკითხების შესახებ, რაც არსებობს სექტორში და ის, რაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს საერთო ფასწარმოქმნაში. მათ შორის საუბარი შეეხო გასულ დღეებში რიტეილ სექტორთან შეხვედრის შემდგომ წარმოშობილ კითხვებს, რომელიც გააჩნდა კომისიას და რეალურად მივაწოდეთ ინფორმაცია იმ ყველა ტექნიკური პრობლემის შესახებ, რაც დაყენებული იქნა. მათ შორის კიდევ ერთხელ გავუსვით ხაზი, რომ ნებისმიერ შემთხვევაში იმ საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება, რომელიც არეგულირებს არა ფასს, უბრალოდ ადგენს გარკვეულ ჩარჩოებს ამ ურთიერთობებს შორის სადისტრიბუციო კომპანიებს და მათ შორის ადგილობრივ მწარმოებლებს, სწორი რეგულაციის ფარგლებში მიცემს შესაძლებლობას, რომ თუ არ იქნება ის გადასახადები იმ ფორმით, რასაც მარკეტი აწესებს, მნიშვნელოვნად დადებითად ასახოს ფასში. გუშინ მოვისმინეთ იმედის ეთერში საუბრობდა კობახიძე და პირდაპირ თქვა, რომ ამ ფასნამატში 44% დაახლოებით მოდის დისტრიბუციაზე, ხო? აი რა შეიძლება რომ თქვათ, როგორ არის დათვლილი, რამდენად სწორად არის თქვენი ხედვით ეს ყველაფერი დათვლილი, საიდან მოვიდა ეს 44% და სად ხედავთ თქვენ აი ამ რეალურად ფასთა კლების სივრცეს? ფასის წარმოქმნაში რაც შეიძლება ჩანდეს სადისტრიბუციო მხარეს თუ ადგილობრივი მწარმოებლის მიმართულებით 44% ეს გახლავთ ის ფასნამატი, რომელსაც უკან იხდის სადისტრიბუციო და ადგილობრივი მწარმოებელი და უხდის ისევე საცალო ვაჭრობის ქსელურ ობიექტს აქედან დიდ წილს. შესაბამისად, იძულებული არის მწარმოებელმა დააწესოს მაღალი ფასი და აქედან კეშბექის სახით დაუბრუნოს შემდგომ უკვე საცალო ვაჭრობის ქსელურ ობიექტს. ეს მონაცემი ის რომ ეს რჩება აქეთ მხარეს, ეს ტექნიკურად ესე არ არის, ბუღალტრულად შეიძლება ესე ჩანდეს მიწოდების ფასიდან გამომდინარე, მაგრამ რეალურად ამ თანხის უკან დაბრუნება ხდება ან წინსწრებით ჩამოჭრა და შეტანა შესაბამის ქსელებში. აქედან გამომდინარე ეს პროცენტი ამ კუთხით არ უნდა დავითვალოთ ჩემი აზრით და კიდევ იმ პრობლემას უბრუნდებით, რომ ის დაწესებული გადასახადები არის მაგფასში ასახული. თუ ეს გადასახადები არ იქნება, იმის პროპორციულად, რა თქმა უნდა, ყველა ადგილობრივი მწარმოებელი სადისტრიბუციო კომპანია ასახავს მიწოდების ფასში და შეამცირებს. ასევე რამდენად რომელი კომპანიის წარმომადგენლები იყვნენ უფრო ძირითადად ამ შეხვედრაზე, ესეც რომ გაგვიზიარო, რამდენად მსხვილ კომპანიებთან გქონდა საქმე და ასევე საინტერესოა თავად კომპანიების მხრიდან იყო თუ არა რაიმე კითხვები იმასთან დაკავშირებითაც, რომ აი როდესაც ვიხილეთ რიტეილერებთან შეხვედრა, მეორე დღეს უკვე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური შევიდა თითქმის ყველა ობიექტში და მოითხოვა გარკვეული დოკუმენტაციების მიწოდება. მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესი ღია არის ამ თანამშრომლობის
სექტორისთვის და ფაქტია შეხვედრებზეც მოდის კერძო სექტორი. აი რა კითხვები იყო ძირითადად დისტრიბუტორების მხრიდან, ანუ რა გაისმა, რა იმეზე შეთანხმდით, ვერ შეთანხმდით, შემდეგი შეხვედრებიც ჩაინიშნა თუ რა ფორმატის საუბარი იყო ძირითადად? აქ არ ყოფილა რაღაც კონკრეტულ შეთანხმებაზე საუბარი, აქ იყო უბრალოდ ინფორმაციის ურთიერთგაცვლა. დაისვა კითხვები პირობითად რიტეილს რამოდენიმე დღის წინ რიტეილ სექტორის მიერ დასმულ საკითხებთან დაკავშირებით და მიეწოდა შესაბამისი სექტორის, ანუ სადისტრიბუციო სექტორის წარმომადგენლების პოზიციები, თუ სად რა პრობლემა იქნება და რეალურად სად გვაქვს ის შედარებით სუდი მოცემულობა, რაც საბოლოოდ ზემოქმედებს ფასზე. სხვა დანარჩენი რაიმე ტიპის კონკრეტული შეთანხმება აქ არ ყოფილა, ეს განგრძობადი პროცესი არის და დამატებით შეხვედრები იქნება საჭირო და ყველა კომპანია მზად არის ნებისმიერ დონეზე ჩაერთოს ამ პროცესში, მიაწოდოს დამატებითი ინფორმაცია, ასეთ რეალური სივრცე გამოჩნდა, სად შეიძლება რომ დისტრიბუციის ნაწილში მაგალითად ფასდაკლება მოხდეს? თუ სადისტრიბუციო კომპანიასთან ადგილობრივ მწარმოებელს არ ექნება გადასახადი ქსელის მიერ დაწესებული იმ მოცულობის, რა მოცულობითაც დღეს იხდის, ამ ზღვარში რა თქმა უნდა ამ ფასის კორექტირება შესაძლებელი იქნება. ანუ ნებისმიერ შემთხვევაში ის რეგულაცია, რასაც ჩვენ ვსაუბრობთ, მინიმუმ როგორც ესეთი ხელშეუწყობს ფასის სტაბილურობას, რომ ესე ინერციით არ ხდებოდეს მისი ზრდა, მიუხედავად პირობითად გარე ფაქტორებისა თუ სხვა შიდა ფაქტორებში ცვლილებების გარეშე და ამ მიმართულებით საუბრობთ სწორედ. ასევე საინტერესოა იყო თუ არა კითხვები მასთან დაკავშირებითაც, აი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური რომ შევიდა ამ კონკრეტულ ობიექტებში, მაგალითად რას ითხოვდნენ, რამდენად სწორი არის მსგავსი ჩარევა სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესში, ანუ ეს კითხვები არ აწუხებდათ ამ მსხვილი კომპანიის წარმომადგენლებს, ან რას უნდა ელოდნონ ახლა, იმიტომ რომ ჩვენ ნახეთ რომ წინა შეხვედრაც საკმაოდ დადებითად დასრულდა, საუბრობდნენ რომ არის სადღაც რიგრგოლებში ფასების შემცირების საკითხი, თუმცა ნახეთ შემდეგ უკვე ის ჩარევა რაც ვიხილეთ, ხო? რამდენად სწორი არის სახელმწიფოს ესეთი ჩარევა ბიზნესში და თავად ბიზნესს აქვს თუ არა ამასთან დაკავშირებით კითხვები და დაკავშირებით განვაცხადეთ უბრალოდ სექტორისთვის, რომელიც არ იყო ინფორმირებული სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ინფორმაციის ამოღებაზე, ეს იყო ბუნდოვანი და გაურკვეველი, თორემ რეალურად იგივე ტიპის დოკუმენტაცია თითქმის იდენტური, ისედაც ახდენდნენ კომპანიები კონკურენციის სააგენტოსთვის მიწოდებას და ვფიქრობ, რომ არც დღეს აქვს პრობლემა დოკუმენტაციის მიწოდებას, რომელიც ისედაც ამოღებულია ძირითად შემთხვევაში სხვა სამსახურების მიერ. მადლობა ძალიან დიდი. თქვენ უსმენთ ლაშარი ჟამაძეს, დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელს პირდაპირ ეთერში. შეგახსენებთ, რომ დღეს ოცნების პრემიერმა ირაკლი კობახიძემ შეხვედრა გამართა დისტრიბუტორთა ასოციაციასთან და ასევე მასში შემავალ კომპანიებთან, როგორც გითხარით, თითქმის 14-მდე სადისტრიბუციო კომპანია ესწრებოდა ამ შეხვედრას. სამწუხაროდ, როგორც ჩვევია კერძო სექტორს, სახელმწიფო კანცელარია ისე დატოვეს, რომ ბევრმა მათგანმა კომენტარი არ გააკეთა იმასთან დაკავშირებით თუ კონკრეტულად რაზე ისაუბრეს ირაკლი კობახიძესთან, თუმცა ცალსახაა რომ თავად ასოციაციაც გარკვეულ რგოლებში ხედავს სურსაძე ფასების შემცირების საკითხსაც. მე შეგახსენებთ იმასაც, რომ გუშინ კობახიძემ იმედის ეთერში სწორედ თქვა, რომ 86%-იან ფასნამატში 44% სწორედ მოდის სადისტრიბუციო კომპანიების მხრიდან, ფასნამატზე 28% მოდის თავად სუპერმარკეტის ქსელების მხრიდან, ხოლო 14% რაზე მოდის, ეს ჯერჯერობით კობახიძეს არ უთქვამს. ვნახოთ როგორ წარიმართება შეხვედრები, შემდეგ კვირაშიც არის დაგეგმილი კობახიძესა და ბიზნეს შორის შეხვედრები, უფრო მეტ დეტალს კი შემდგომ გამოშვებებში მოგაწვდით ამ საკითხთან დაკავშირებით.